თან გავიღვიძებ თუ არა შემოდგომის ვისაც გინდათ იცინეთ ამს დავითვლი მის გაბით კი ერთით მეც 800 წელზე მეტია თამარ მეფის საკლდამა სადღაც გადამალულში საძებარი გამხდარა მოახლოვდა დღე აღდგომის ვისაც გინდათ იცინეთ თამარ მეფეს ამს დავითვლი მის გაბით კი ერთით მეც მოკლედ ამ სურათს მეგობრებო დიდი აურზაური მოჰყვა ჩემს Facebook გვერდზე ქალბატონი დალი ქალბატონი გულია და ქალბატონი თეა ამიმხედოდნენ მოკლედ ერთი ამბავი არის ხო ერთი ამბავი დამიტეხეს რა ერთი ესე იგი რა ხდება ახლა არ თქვა თამარ მეფე ვარო თორემ შევეშლები ყველაზე ყელზე ხალი ჩემს ორივე ქალიშვილს აქვს და ახლა ყველა ხალიანი თამარ მეფეა ქალბატონი დალი გულედანი ყარაულაშვილი წერს და შემდეგ გაფრენილი აქვს თამარის ხიფშია მგონი ჩავარდნილი უმიზეზოდ რაღაცები რა მოკლედ მეგობრებო მარტო ყელზე კი არა აი ყელზე ხო მოიცა ერთი წუთით ერთი წუთით ნახეთ ხედავთ აი ეს არის სწორი ფორმა ეს არის მარჯვენა მარცხენა ხო ეს ხალები ხო ხედავთ თუ ვერ ხედავთ ხო აი ხო შემოვატრიალებ ისე აი ეს ხალები მეგობრებო მარტო ყელზე არაფერი არ არის ყელზე ხალი არის ის რომ რასაც ამბობ შენ სიტყვას ძალა აქვს ეგ მაგას ნიშნავს ნიკაპზე ხალი არის სიმტკიცე წყალი არ გაუვა შენს დათქვამს ლოყაზე ხალი არის სიყვარულის გამოხატულება აი აქ ხალი არის სიბრძნე იღებ და გასცემისე უცდომელად ხო ესენი მეგობრებო სხვა კი არაფერი ახლა დალი ქალბატონო დალი მოდი აგიხსნი გულიაშვილი ბევრი გიკლიაო ქალბატონ დალიმდეო ხო ბევრი მიკლია ღმერთმა დამიფაროს რომ მაგდონემდე დავიდე მაგრამ აი როგორც ქალბატონ დალის ახლა წამოვენთო რაღაცა და უი ხიბლშია თამარი ეს და მარტო ამ სურათის გამო ვარ ხიბლში ჩემო საყვარლებო აბა კარგად დააკვირდით ვინ არის ხიბლში კარგად დააკვირდით ვინ არის ხიბლში აქ წერია თამარ მეფე აქ წერია თამარ გეფარდი არის მსგავსება ცხვირი გავს ტუჩები გავს ხალები გავს თვალები გავს წარბები გავს ხო სახელი გავს ყველაფერი გავს შემოსაყვარლებო ყველაფერი გავს და ნუ შეგეშინდებათ ამის ნურც იმას იტყვით რომ ხიბლშია ვინმე იცით რატო მაშინ სულიწმინდას პირდაპირ სულიწმინდის ხელწერას პირდაპირ ხაზს უსვავთ ამით გესმით ანუ ესეთი რაღაც რაც თქვენ ახლა თქვენში წამოვიდა მხოლოდ ერთი რამის საკითხია ეს არის შურის ან შიშის ან გეშინიათ ან შურიანი ხართ სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ მაგას ჩემო ძელგველილებო ხო სხვათა შორის ქალბატონი დალი ყარაულაშვილი ის პიროვნება არის რომელმაც ლევან პეტრიაშვილის წიგნი გამოაცემინა ენოქის წიგნი ხო მე არ ვიცი რა მოხდა მათ შორის მაგრამ როგორც ჩანს რაღაცასთან არის გაუგებრობასთან ქონდა კავშირი ხო მასია დალი ხო გახსოვს მადლობები რომ მიხადე საქართველოს სახელით კი მახსოვს მე არ დამავიწყდა ხო ენოქის წიგნიო თარგმნეო და ესეთი დიდი საქმე გააკეთეო და დიდი მადლობაო მაშინ არ იყავი ეგეთი შურიანი და ეხლა რა დაგემართა არ ვიცი ილია გაგაბრაზა ილია მეორის ფანი ხარ შენ ხო ფანი კი არა ილია მეორის ხარში რო არ დაუდგე იმ წერლების იმიდან გამოგაგდებენ ხო წერლების გაერთიანებიდან თუ წერლების რა ქვია მაგას წერლების რაღაცა ის კორპორაცია რო შექმნით იქ ხო წერლების გაკეთება ხო წერლების გაერთიანება 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 ხო წერლების გაერთიანება
გაერთიანება, ხო, რაღაცა გაერთიანება. რა გაერთიანება გაქვთ ნიტა? ხო. მოკლედ ერთი სიტყვით, მეგობრებო, ძალიან საინტერესო საკითხია რა. აი ახლა ეს ამისატანა თუ არ შეუძლია ხალხს, თქვენ წარმოგიდგენიათ თამარ მეფის თამარ მეფე რო გავაცოცხლო და მე ერთად რო დავდგეთ და ხალხმა მე ხიფლში არიან ეს ორივე რო დაიწყოს. საზოგადოების უვიცობაზე მეცინება. მოდი წავარ ახლა რა. რაც არ უნდა ახდეთ, მსგავსებას მაინც ვერ წაშლით. მიუხედავად იმისა, რომ ბეთანია ეს ფრესკა თამარ მეფის ბეთანიის ეკლესიაზე, ხო? როდესაც მივედით, ვნახეთ ხალი მართლაც აქვს აქ. სხვათა შორის გავაჟღერე მე რამდენი წელია უკვე ამაზე ვსაუბრობ თქვენ ახლა გამოფხიზლდით დალი და თქვენნაირებო დალითია და გულია ახლა რომ გამოფხიზლდით ხო მე ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ და იმ საერთო საკითხებზე რაც მე და თამარს გვაკავშირებს და მოდი გადახედეთ ჩემს ძველ ლაივებს თუ გინდათ ან დაოკდით და დაკუწეთ დამუწეთ პირები რა ძალიან თქო და ვიღაცები გრამატიკულ შეცდომებში ვითომ მისწორებენ და უარეს შეცდომებს თვითონ უშვებენ მადლობა კი არ მოუხადო, მადლობა უნდა გადაუხადო ვიღაც ერთ-ერთი თეა მასწავლის ახლა ქართულს. თეა, მოდი მე გასწავლი ქართულ ანბანს და შენ ქართული გრამატიკას ისწავლა მაგ დროში, ხო? ანუ მაგ პერიოდში და მე ერთმანეთს კარგად მივეხმარებით, ხო? და რო წაუშავლეს ბეთანის ეკლესიაზე ეს ხალი, განვაცხადე მე ხმამაღლა, რომ მეთქი ხალხო მეთქი თქვენ ხომ არ გარეკეთ სულ როგორ შეიძლება 4 მეტრიან ფრესკას ხალი წაუშალოთ მარტო იმიტომ რომ მე გავაცხადე რომ ერთნაირები გვართ მე და თამარი ხო და ამ ფრესკას მადლობა უფალს რაც არ უნდა ეწვალონ მაინც ვერ წაუშლიან იმიტომ რომ ძალიან ბევრი უკვე კოპირება არსებობს, ფოტოსურათი არსებობს, არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საზღვარგარეთ და ამას ვერ წაშლიან, იმიტომ რომ დანიაში ვერ მივლენ და ვერ ეთქვიან, რომ მოდით, იცით რა, ჩვენ გვინდა ეხლა თამარს ეს ხალი წაუშალოთ და გადაუსვით იქ დააფოტოშოპეთ ის ხალი, იქ ბეთანის ეკლესიაზე ხო დააფოტოშოპეთ, გადაუსვით ესენი ფერები რომ აღარ გამოჩენილიყო ეს ხალი, ხო? ისიც ჩანს რომ გადასმულია აქ სხვათა შორის ფრესკაზე საღებავი არაპროფესიონალურად რო იმუშავეთ ალბათ ქარაჩქარ არავით დაგვინახოსო ხო და თვალმხილველები არსებობენ სხვათა შორის მეუფე მელქისედეკი პირდაპირ ამბობს რომ მეც მახსოვს რომ თამარ მეფეს იქ ქონდა ხალი იქ გავიზარდეო ხალხო რას აკეთებ თქვენ აზე ხართ იმის გამო რომ მე გავაცხადე რომ თამარ მეფისა და ჩემი ხალები ერთი და იგივე იდენტურია თქვენ ამის გამო თამარ მეფის ხალები უნდა დაამახინჯოთ ჰა შეიძლება ეყოლილებო თან რო გესინიათ ყველაფრის ხო მოკლედ ეხლა მე ვერ წარმოვიდგენდი იმას რომ ამ ხელა სისტემას ჩემი შეეშინდებოდა რა და ჩემი სიმართლის მაგრამ უნდა წარმოვიდგინო ხო ამ პარტავნებაში უნდა ავიდეთ ცოტა და უნდა წარმოვიდგინო დალი ხო შეგშუტება ცოტა ხანი ამ პარტავნებაში ავალ თქვენ ისნებართვით თეა და გულია თქვენ ისნებართვით ცოტა ხანი ამ პარტავანი გავხდები და მე ისევ დავიმდაბლებ თავს კარგი ბიჭო მე ესეთი რაღაცა არ მესმის რა ეს ხალხი იმენა მეწებება ტიპები ვერ მშორდებიან და თან კიდე მკბენენ რა სუფთა მორიელები ხართ ალბათ ისედაც მორიელები იქნებით ზოდიაქოს მიხედვით ხო მაგას ახლა რას უშველით რადგან მორიელად დაიბადეთ მორიელად მოკვდებით ახლა ეს გარდაქმნა მაგათი არ არსებობს არა რაღაცას ვეძებ ახლასაც წავიდა ხო აი ქარს გადმოუგდია ასე რომ ჩემო კარგებო თქვენ თუ გშურთ რომ მე თამარ მეფეს გავარ ეგ მაშინ სულიწმინდას მოგკითხეთ მე რა მეჩრებით რა შუაში აქ ამ პარტავნება ვგავარ ტიპი ქალი ვარ და ვგავარ თამარი მქვია ბაგრატიონიც ვარ დიახ ხო მოვწევ რა თქვენ ისნებართვით არითება ხო ესეთი დაბალი დონის ხალხი ძალიან მანირვიულებს ხოლმე ზოგჯერ რა
ამიტომ ჭირდება ხოლმე ეს დამაწყნარებელი ხანდახან. მოდი ესე ვიტყვი დალითია და გულია. სანამ თქვენ ამ აზრს ვერ შეეგუებით, რომ მე და თამარ შორის არის მსგავსება და უნდა აღვადგინო თამარი, აგერ აკლდამასთან ხომ მიგიყვანეთ უშკულში მაცხოვრის ეკლესიასთან, ხო და სანამ აგაზრს ვერ შეეგუებით, იმ აკლდამას ვერ გავხსნი, კარგი, ესე გავაცხადოთ. და ეხლა ამ პარტავნებაში ვარ თუ არა, მე გამოჩნდეს, კარგი? ამას წინასწარ რაღაცა ეს ამ პარტავნება რა ყველას პირზე გაკერიათ, ხალხო, აშკარად ამ პარტავნებაა თქვენი პრობლემა რა. არავისი არ ხედავ ამ პარტავანს. აი, ამ პარტავანშიც არ ხედავ ამ პარტავანს, იმიტომ რომ საერთოდ არ მაწუხებს ეგ თემა რა. იყოს ამ პარტავანი თუნდაც რაში გვიშლის ხეს თუ ეგრია, გიშლით რამეში ხელს. არა, თუ მსგავსება არის, ეს რა შუაში ამ პარტავნებასთან გავაგებინეთ რა. ვინმე შეგიძლია მითხრათ, რომ აი რა შუაშია მსგავსება ამ პარტავნებასთან. აი ეხლა მე და თამარი რო გავართ ერთმანეთს, თამარი რო ქვია ორივეს და ბაგრატოვანები რო ვართ, ხო? მე ვიღაცამ დაწერა რომ ბაგრატოვანების მსგავსებაო, დიდეთ ის არ არისო, რა ქვია, საამაყო, იმიტომ რომ ბაგრატიონებმა დაღუპეს საქართველოს. შემისა მართლა რა ბაგრატიონებმა დაღუპეს, ხალხო, თქვენ ვერ ხართ ნორმალურად. მონღოლებმა, თურქ-სპარსებმა და გაწყვიტეს ქართველები და ბაგრატიონებმა დაღუპეს, რუსებმა დაღუპეს საქართველოს. რა ბაგრატიონებმა თქვენ ვერ ახართ თქვენ ჭკუაზე, ხო? ბაგრატიონები ბოლომდე ემსახურებოდნენ თავის ქვეყანას ძალიან პატიოსნად. პირველები იყვნენ, ვინც ომში მიდიოდნენ და არა იმ უცხოელი მეფეებისავით სხვებს რო უშვებდნენ ომში. უმეცრებაა შუაში, ხო, ნინო, უმეცრება. და იმ ჩემს გოგონასაც, ჩემს ქალიშვილსაც ხელზე ყელზე ხალიო და თუ ქალს ყელზე ხალი აქვს, თამარ მეფე უნდა იყოსო? ბიჭო, თუ იმას ვერ ამჩნევ, რომ ყელზე ხალის გარდა კიდე ძალიან ბევრი მსგავსება გვაქვს მე და თამარს, რა ვიცი, დარჩი მაგ ყელზე თუ კიდე. ყელზე. ძალიან კარგი სიტყვა, გადავანაცვლოთ ასოები და გამოვაყლე ყლეზე. ხო, დავიკიდოთ. ეს სიტყვა ძალიან აშინებს ხალხს, მაგრამ ძალიან ხშირად უნდა გავიმეორო, რომ გაიცვითოს რა. გაიცვითოს ამის შიში. თორე თუ არ გაიცვით ამის შიში, ყლეთ შეგაშინებთ და ყელზე ხალიც. მართლა გეუბნები რა. ეხლა თამარ მეფეს ვინმე აუკრძალავდა ბილწის სიტყვები, ესე რო უწოდებთ ბრჭყალებში ჩასმული სიტყვები ეთქვა, რომელიც არსებობს? რომელიმე სიტყვა არ გამოეთქვა, რომელიც არსებული სიტყვებიდან? ბაგრატიონი. ბაგრატიონი საერთოდ წოდება არის, ხალხო, ეს გვარის წარმოშობა არ არის. ბაგრატიონები, კურაპალატები, ესენი იყვნენ გვარები, რომლებიც წოდებას ატარებდნენ ბაგრატიონს. ბაგრატიონი იცით რას ნიშნავს საერთოდ? ბაგრატიონი ნიშნავს, რომ ბაგრა გადგას თავზე. ბაგრატიონი გადგას თავზე, ანუ ბაგრაც გადგას და ონი. მზის ბაგრა გადგას თავზე. მაგას ნიშნავს, ეგ ტიტულია. და ვისაც მზის ბაგრა ადგას თავზე, მას ეწოდება ბაგრატიონი. ეგ არ არის გადაცემითი გვარეულობა. ბაგრატიონები შეიძლება ნებისმიერ აი აგერ მწყემსი ვიღაცა დავით მეფსალმუნე იყოს. და ბაგრატიონი იყო დავით მეფსალმუნე? ბაგრატიონი იყო? ეხლა ვიღაცა იტყვის სიგარეტს რომ ეწევი სულიწმინდა გაგშორდება. შაქარს ვეჭამ მაშინაც სხვათა შორის. ხო, აბა მითხარით რამდენ შაქარს ჭამთ თქვენ? მე მაგდენ შაქარს არ ვჭამ. ხო. და ზოგჯერ საჭიროა რომ ეკრანშიც გაგიბოლოთ რა, იმიტომ რომ აზე მოდით რა ქალებო რა, მართლა მხოლოდ ქალების ერთად დგომა გადაარჩენს საქართველოს და რატომ მეჯინებით ვერ გავიგე რა? დალი, თია და გურია, რატომ მეჯინებით? არ გინდათ რომ შემოგვიერთდეთ და ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა? აგერ ხო ხედავთ ჩაგიძაღლდათ ეგ ილია მეორე? 59 წელი ტიპმა საქართველოსთვის ვერაფერი გააკეთა, ერთი დიდი 75,000-იანი ხე ჩამოუტანა საქართველოს და დაიდგა ისიც თავის რეზიდენციაში. აი მითხარი, მკვლელობის, საზიზღრობის და პუჩისტობის მეტი ვერაფერი ვერ გააკეთა მაგ კაცმა საქართველოსთვის. რა, ის მიყვარი ხართ ძალიან, მეც მიყვარი ხართ. მიყვარი ხართ. გითხართ, აჰა. დამიჯერეთ? აი იმას დაუჯერეთ, მე არა, ხო? მაგრები ხართ რა.
ძალიან მაგარი. ხო და გეუბნებით რა დალი რა. მე არ მინდა შენთან ცუდი ურთიერთობა, ნამდვილად არ მინდა იმის გამო, რომ თამარ მეფეს გავარ, მაგიტომ გამიფუჭდეს შენთან ურთიერთობა, ან ამპარტავანი მიწოდო მაგის გამო რა. ეს მსგავსებაა და არა ამპარტავნება, რო იცოდე დალი. და ეს მსგავსება ძალიან დიდ სასწაულს მოიტანს, რო იცოდე და სწორედ ეგ არის ის სასწაული, რაც გველოდება. 8 წელზე მეტია თამარ მეფის საკლდამა. სადღაც გადამალულში საძებარი გამხდარა, ეხლა აღარ გამხდარა საძებარი, ვიპოვეთ უკვე. მოახლოვდა დღეა დგომის, ვისაც გინდათ იცინეთ, თამარ მეფეს სამს დავითვლი, მის გაბით კი ერთით მეც. 2026-ში გამობრძანდეს უნდა, გამზადეთ მაცხოვარის საპატარძლო სუფრა. 220 თმანაცნავი ოქროს ბურთულებით, ოქროსია კაბის ფასი და ოქროზე მეტიც. სხვა ვერავინ ვერ ჩაიცმევს, თამარს თვითაცვია. ახალია ძველის მსგავსი უკვე აღმდგარია. გველოდებათ დიდი შოუ, მალე გაკვირდებით, როგორ შეძლო თამარმა და ძლია საკვირველი. კუ და ვირველი, ხო, ეს მაქვს დასაძლევი. ხო და რო დავძლევ ამ კუსა და ვირის ველს, მერე უკვე გაკვირველდებაში გადავიზრდებით უნიონში, ხო, როგორც გითხარით უკვე. კუ და ვირველიდან გადავიზრდებით უნიონში. ძალიან მომწონხარ თამარო, ტატა მეუბნება. მეც მომწონხართ ის ხალხი, ვისაც მოგწონვართ. რა ვქნა, თქვენი სარკე ვართ მეთქი. გამოუშვებთ ბოროტებას, გამოუშვებთ წამოგივათ უკან, გამოუშვებთ სიყვარულს, წამოგივათ უკან. რა გინდათ მეტი როგორ გაგაფრთხილოთ, ჩემო საყვარელო ხალხო. ჩაძაღლდა ის კაცი, გეყოფათ ეხლა იმაზე. ტირილი გავაგზელოთ მოქმედება. გესმით? გადავარჩინოთ გონი, აზრი, გადავარჩინოთ. რომელიც დღემდე ჩაგვიქოლეს. სწორედ აი მაგ თვითმარქვია ამპარტავნებაში მყოფი უწმინდესებმა და უნეტარესებმა. ხო. არა, ილია არ იყო ამპარტავნებაში უწმინდეს და უნეტარეს რო უწოდებდა თავის თავს და მე ამპარტავნებაში ვარ თამარ მეფეს რო გავართრული. და თამარი რომ ქვია თანაც. ხო, ერთადერთი მე და თამარი იმაში არ გავართ ერთმანეთს, რომ ის ხარი იყო და მე ვარ თევზები. ხო, მერწყულ თევზები ვარ მე და თანაც ვერძი. ხო, მოკლედ რა, ბევრ რამეში უნდა გაერკვიოთ ჩემო საყვარელებო. ცოტა ჩაიხედეთ რა. ეზოთერიკაშიც ჩაიხედეთ, სულიერებაშიც ჩაიხედეთ და მსგავსებაშიც ჩაიხედეთ. იოკალელებო. წავედი ხა, აბა თქვენიცით. ბზობაზე ბზა შხამიანი ხია, ბზობა არ ჯობია ვთქვათ ბჟა, ანუ მზე, რასაც იტყვი, კი, ჯობია, ბჟობა. და არა ბზობა. გუშინ სხვათა შორის ნარიმანთან ვიყავი და იქ იდგა ხალხი ბზებით ხელში, სანთელით ხელში. ხო, საინტერესო იყო. საინტერესო ხალხი იდგა სხვათა შორის. კი, საინტერესო ხალხი იდგა იქ. ხო. კიდე რას მეტყვით, აბა რამე კითხვები ხომ არ გაგაჩნიათ? კითხვები მეგობრებო, გიპასუხოთ რა. ვიდრე თქვენ ცილს დამწამებდეთ, ხო? რაღაცა უაზროთ. შემიძლია გიპასუხოთ ყველა. ხო, თია მკითხა, რომ სადაური ახალციხელი ინასარიძე ხარო? არა ვარ ახალციხელი ინასარიძე, ჩემო კარგო, მე ვარ ზემოკრიხელი ინასარიძე, ხო? აჰა, პასუხიც გაგეცი, რა გინდა? რა გინდა? გამარჯობა ლაშა, როგორ ხარ? ლაშა, შენ რა სიტყვი? შენ რა სიტყვი ამ მსგავსებაზე, ამპარტავნებაში ჩამითვლი შენც? აბა მაინტერესებს შენი აზრი განსაკუთრებით. შენ განსაკუთრებულად მოაზროვნე ხარ რა, იმიტომ მინდა რომ გკითხო აზრი. და ვიცი რომ მამაკაცი ხარ და ნაკლებად იქნება შენში შური, რომ მსგავსება ვარ თამარის. ხო, შენი აზრი მაინტერესებს, დაველოდები ახლა შენ აზრს და მე წავიკითხავ, ხმამაღლა. თუ გინდა ჩაგრთავ, გინდა? ლაშა.
საინტერესო ის არის, რომ მამაკაცებს ძალიან აახარებთ ეს საკითხი და მანდილოსნებს, რა ვიცი, რამდენად მანდილოსნები ხართ, მაგრამ ძირითადად ეს აგრესია მოდის ხოლმე ქალებისგან და რატომ ხდება ეს, არ ვიცი. გავიგებ. ცილი რო არ დაგწამოთ, შურიანები ხართ მეთქი, მოდი გავარკვევ ჯერ მაგ საკითხს, კარგი? გამოვიძიებ კარგად. რაშია საქმე? რატომ არ მოგწონთ, რომ მე მსგავსება ვარ თამარის? თუნდაც ამ ხალებით, თუნდაც სახელით, თუნდაც იმით, რომ ერთი და იგივე წელს ასაკში გავაჩინეთ ბავშვები, ერთი და იგივე ასაკში დავქორწინით, ერთი და იგივე ასაკში აგერ 41 წელს უახლოვდებით, თამარი გარდაიცვალა 41 წლის მიჯნა, 42 წლის მიჯნა, აი ზე 42 წლის რო ხდებოდა მაშინ. ხო და რა ვიცი, აბა, რა ვიცი. მე აღუდგები 42 წლის ასაკში. 42 წლის სანამ გავხდები. სვანები ამბობენ, თამარმა მიიძინა და გაიღვიძებს. დიახ, გაიღვიძებს. ეგრეც უნდა მოხდეს. სული წმინდის გეგმით ეგრე უნდა მოხდეს და თუ თქვენ ჯერ მზად არ ხარ, დაიცდის თამარი კიდე ერთი 15,000 წელი, არ არის პრობლემა. თამარ მეფის მსგავსება, ხო? აი რო ჩამოიტვირთ ხორციელით და სულიერით დედამიწაზე. ამას ეხლა დალის, თიას და გულიას გამო არ გაუშვებს ხელი და ნამდვილად დარწმუნებული ვარ და ხო და მაგნაირების გამო. აღდგომა უნდა დაიწყოს ხალხო, აღდგომა, იმიტომ რომ უკვე მივედით, აგერ ბოლო ჟამში ვართ უკვე და ხარიც დაიკლა წითელი ხარი, ახლა ისიც აშენდება, მაგათი სოლომონის ტაძარით და 59 წლიანი მეფე გარდაიცვალა როგორც იქნა, მიაფსა ძაღლმა იმას. მიბარდა მიწას, მიწასაც ვერ მიბარდა, ეს რაღაცა ლუსკუმაში ჩაიდო, მიწაც არ იღებს მაგას. ხო, საინტერესოა, მეგობრებო, ლაშა გელოდები, აბა, პასუხი, თორე აგერ მეორე ღერიც ჩაიწვა უკვე. საძებარი გამხდარა, მოახლოვდა დღე აღდგომის, ვისაც გინდათ იცინეთ, თამარ მეფეს სამს დავითვლი, მის კაპით კი ერთით მეც. აი ის ორი თამარიც უნდა ალაპარაკდეს, ის ორი თამარი, რომელიც კიდე ერთია ჩემს გარდა. ის ორი თამარიც რო ალაპარაკდება, ერთი თამარი ალაპარაკდა უკვე. და ის შაქოლეს, ის პირველი იყო. თუმცა მას თამარი არ ერქვა, მას ერქვა სოფია. ილიას შვილიშვილი რომელიც იყო, ხო. საგიჟეთში რო ჩასვეს და მე ამერიკაში რო გაამწესეს. გახსოვთ სოფია ლოგოსი? გაგახსენებთ. ლაშა არ წერს თუ წერს. ლაშა გელოდები? ხახა. გელა რა არის ეს წილო, მეც მაინტერესებს, მეც მინდა გავიცინო. ორი 2026-ში გამოგზანდეს უნდა. დღეს ქარიანი დღეა, მეგობრებო, ნახეთ როგორი ქარია. გადმოაყირავა ყველაფერი. შემცივდა, ახლა შევედი.
აღარ დაველოდები ლაშა თუ დაგელოდო თუ რა ვქნა არ ვიცი ამ პატოვნებაში ნუ ჩამითვლით მეგობრებო შევეცახით რომ შემცირდა აბა რა ხდება აქ რა ხმაურია ავედი ახლა ლაშა მიხარია ასე რომ ლაპარაკობო ხო მეც მიხარია ასე რომ ლაპარაკობ ხო მე ხომ არ მიშინია უშიშარი ვარ მე უშიშარი აბსოლუტურად არა ლაშას პასუხს მაინც ველოდები და დაველოდები სანამ პასუხს არ დაწერს და მე რო დაწერს პასუხს მე წავიკითხა და გავალ ნახეთ როგორ გუში ჩაკრასკული მქონდა თვალები ჩაკრასკული სხვადასხვა მეგობრებო ეს საღებავები და ჩაკრასკულობა დაცემული ანგელოზების შემოღებულია ხო კითხვები ხო არ გაგაჩნიათ მეგობრებო კაი აი მოდი გავადიდებ ამას გავადიდებ აი აქაც აი აქ უკვე აშკარაა რომ თამარ მეფის ხალი აქ დაფიქსირებულია და დიდად არის დახატული ცოტა აუწიეთ მომწონს ეს სიმღერა გუში რო ვიყავი მეგობრებო იმასთან ნარიმანთან ეს სიმღერა ესეთი სიმღერა წამოვიდა და ჩავთავ ეხლავე Supergirl თუ იცით I can buy myself flowers write my name is იცი რა Supergirl don't cry ეს სიმღერა წამოვიდა და მე ვნახე Supergirl don't cry რა ტექსტს გვაძლევს რა საინტერესო ტექსტია სხვათა შორის იქ ხეებზია ლაპარაკი კიდე ბოლოში ცოტა გიკლია მსგავსებები არაფერი ცოტა აღარ მიკლია ზუსტად მსგავსი ვარ მარინოს შეგიძლია ის ჩართო მარინოს Supergirl don't cry შეგიძლია ეს სიმღერა ხო კაი ხო მაი მე გავაკეთე ბავშვებო ერთი წუთი რაღაცა მათხოვე ერთ წუთს დედიკო ნახოთ ეს დახურეთ seit der ist auf YouTube. Mich nervt es die ganze Zeit, ist hier irgendwas los. Die Hörmusik, da ist was los. Am besten nicht gegen woanders hin zum Arbeiten. Papa, können wir das... Boah. Den Stadtmann gesehen. Super Girl. It's America. Don't cry. Not don't. და ეს ბოლომდე მოვისმინოთ, ხო დედიკო? Yay! Wie sagt man, ich kann auf Englisch? Oh, I can. Und ich will. I want. Und ich... You can tell by the way she walks like she's my girl. იქ შეაერთეთ რა. You can tell by the way she talks, she moves the world. You can see in her eyes that no one is her change. She's my girl. A super girl. And then she
ცოტა აუწიეთ და მოусმინოთ ბოლომდე. მუდმივ სამყაროს ვეკითხებით, ცოტა გიკლია მის მსგავსებამდე. აბა მაინც რა? მაინც ის ცოტა რა არის, მაინტერესებს. აი მაინც ცოტა რა არის, მაინტერესებს. Supergirl don't cry. მოკლედ ამ სიმღერაში ესეთი რაღაცაა რა. მე როგორც წავიკითხე, ესე იგი მის სიარულზე ეტყობა უკვე რომ ჩემი სუპერგერლი არისო რა. და სუპერგერლები არტილიანო. მოკლედ იქ კიდე აღწერილია სუპერგერლი რას აკეთებს და ბოლოში არის რომ ეს ჩემი სუპერგერლი არისო, ხეებს წვავსო და ხეებზე საინტერესო რა არის იცი? ხეების დაწვაზე. წავს თუ ანადგურებსო რა ესეთი რაღაცაა ბოლოში და ხე საერთოდ მოისაზრება ქართულ ლაზარეში როგორც გვარები, მაგალითად შთამომავლობა, რომელიღაცა გვარის შთამომავლობა, ხო? აი ამ ვთქვათ იმ გორაზე ის გვარი დასახლდა, იმ გორაზე ის გვარი დასახლდა და ვისი გორის ხარო რო იძახიან, ხო, ვისი გვარის ხარო, ანუ ვისი გორის ხარო. ეგ იმას ნიშნავს, რომ აი ვისი შთამომავალი ხარ, ხო? რა სისხლი ჭკებს შენს სისხლში და ვისი სისხლი ჭკებს შენს სისხლში და აი ეს სუპერგერლი აი ამ ხეებს როგორც ზოგიერთებს ანადგურებს, როგორც ქრისტემ დაწყევლა ლეგვის ხე. ლეგვის არა, ლეგვის ხე დაწყევლა. რომლებიც მოისაზრებოდნენ ლეკვებად. მითხარით მუდმივო სამყარო, აი კიდევ რა მაკლია თამარ მეფის მსგავსებამდე. ცოტა კიდე რა, მაგალითად, ცოტა კიდე რა. მორჩილება? თუ კდება მოსილება. თუ გვირგვინი. მაინტერესებს. შენ რა იგულիս ხმე მუდმივო სამყარო? მოკლედ ლაშა გამიბუტა და ამიწევს. მაგრამ ახლა დავპატიჟებ ლაშა. კითხავ აზრს. თუ მაკიაჟი მაკლია. მუდმივო სამყარო, მაკიაჟი მაკლია? ხო, შეიძლება მაკიაჟი მაკლია.
კარგი. მაშინ ლაშას პირად შევკითხავ და მე გაგიმხელთ, ხო? რა მითხრა? ეხლა გავთიშავ, იმიტომ დავიღალე ეხლა ეკრანის ცხედით. აბა, კარგად, გაკოცეთ. ნუ ინერვიულებთ თქვენ ჩემსა და თამარის მსგავსებას. კარგი? გინდათ ჩემს ქმარს ვკითხო? რას ფიქრობს? მარინო, შენ რას ფიქრობ? თამარ მეფის მსგავსებასთან და ჩემს მსგავსებასთან. გავსება რა არის, ხო? მსგავსება არის ენის. აი, მე მგონი, შენ მახრდავს თამამების. მართლა ვგავარ თამარ. განეგრობლაში, თუ რა ქვია, განეგრო von außen. გარეგნობით, ხო? გარეგნობით და მე ვფიქრობ სულიერად. სულიერადაც, ხო? ხო, მე რაც მაქვს vorstellung von თამამები. შენ როგორ წარმოგიდგენია თამარ მეფე? რატო ჩემი ქმარიც ამპარტავნებაშია მე მგონი. ხო? was mache ich? ანუ ამპარტავნებაში რა არის? ხოხმუტი გბის თუ რა, მაგიტომ. ხოხმუტი. Du bist in Hochmut. Wer sagt das? დალი ყარაულაშვილი ხო იცი ვინც არის? ენოქის წიგნი რო რედაქცია. ხო, ანუ დალი ყარაულაშვილის თქმით, მე ვარ ამპარტავნებაში, რადგან აი ეს მსგავსება. მოდი ერთი წუთი განახო, რომელ მსგავსებასია ლაპარაკი. Taco, weißt du, wie das ist? Menschen, die religiös fanatisch sind. Ja? Die sagen immer, wenn sie andere Meinungen nicht akzeptieren, dass man hochmütig ist. Erinnerst du dich an, als ich Sachen gesagt habe, gesagt, du bist hochmütig? Und weil du einfach das nicht zugelassen hast von deinem Fanatismus. 100% ეგრია. Es არის ყველაზე კარგი. შენ hochmütig ხარ, ხო? ნახეთ გასაყვანელი ჭიქა მეგობრებო. შენ ქმერზე მეტი ხარ, ხო? აი ეს hochmütig. ხო. ეგრე არ არის რა. ხო, აი ჩემი მეუღლის თქმით, ადამიანები, რომლებიც ფანატიკურ რელიგიაში არიან გადავარდნილი, ისინი ვერ იღებენ ახალ ცნობიერებას. და ისინი ფიქრობენ ეგრე, რომ რაღაცა შეიძლება იყოს ან ვიღაცა ამპარტავნებაში. ზუსტად ეგრეა, ვეთანხმებით ჩემს მეუღლეს. კაი, დავასრულებ ახლა წავედი. კარგად.